თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა არკეთილის მოსახლეობაში ხვდა კუკავა ამორჩევლებს ყოფით სოციალურ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა. მერობის კანდიდატმა ყურადღება თბილისის მასშტაბით მიმდინარე არაკანონიერ მშენებლობებზე გაამახვილა და მოსახლეობას სოციალური პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა. თუ თბილისელები დამიჭერენ მხარს, მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი ახალგაზრდული ოლიმპიადა და ვერანაირი საბაგირო გზები და გასართობი პროგრამები ვერ მიიღებენ ვერც ერთ თეთრს თბილისის ბიუჯეტიდან, მაგრამ პირველი პრიორიტეტი იქნება სწორედ ჩვენი მოსახლეობის ყველაზე გარიბი და გაჭირვებული ფენები და პირდებით, რომ ასევე აღარც ერთი სოციალური კლიპი აღარ გავა ეთერებში, რომ 6 წლის ბავშვს ჭირდება $20,000 და ეს მშობლებმა უნდა შეაგროვონ ლარ-ლარ ამ თანხას თავიდან ბოლომდე, პირველიდან ბოლო თეთრამდე დააფინანსებს თბილისის ბიუჯეტი. არის კორპუსები ავარიული, ხალხი ცხოვრობთ ძალიან გაუსაძლის პირობებში, იმიტომ ურემონტოა ყველაფერი. ხალხი სოციალური მდგომარეობა არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ არავინ არ მუშაობს, არ არის დასაქმება და დასაქმება გვინდა ჩვენ